მეგობარი აქტი რომ მიიღო შეერთებული შტატების კონგრესმა წარმომადგენელთა პალატამ მყისვე დააწიეს სია იმ პირებისა, ვინც დასანქცირებული იქნება შეერთებული შტატების ამ კანონის და არა დეკლარაციის, რეზოლუციის, ან ასე შემდეგ განცხადების, როგორც ქართული ოცნება ამბობს და აბოლებს თავის მომხრეებს, ამ მეგობარი აქტის, როგორც კანონის ძალაში შესვლისთანავე, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს არც თუ შორეულ მომავალში. აი ამ სიაში არის ვინ არ არის. მაგრამ ცხადია, უფრო მეტი უნდა იყოს მეთქი, ესე ვიტყვი. ბევრი არ არის და ბევრი გამორჩეული პირი კი არის, როგორც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან, ასე მაგალითად მოსამართლეთა კორპუსია, ასე მაგალითად პროკურატურის წარმომადგენლები არიან, ასე მაგალითად პროპაგანდის საცეცები არიან, პროპაგანდის ავტორები არიან და ასე შემდეგ. ჩავიკითხოთ მთელ სიას ნუ ჩამაკითხებთ, მაგრამ მაინც ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ანრი ოხანაშვილი პირველად მოხვდა თუ არ ვცდები სიაში, პაატა სალია ასევე პირველად მოხვდა, მაკა ბოჭორიშვილი წყაზარის სახით, სულხან თამაზაშვილი, აი ის ახლა რომ დანიშნეს იმის, როგორი იყო ის ბიჭი, უკვე დაგავიწყდება კაცს. არ მახსოვს. შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტიდან, ნინო იაწილოსანი, მამუკა მდინარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი დიტო სამხარაძე, თეა ზულუკიანი, ახლა გავადონ თეა შეუძლია გავადონ თეას, რომ ბევრი ლაპარაკობს დასავლეთზე, სადაც მან მიიღო განათლება. ბოდიში ვაგზელებ ჩინჩალაძე, მორუსიძე, გვრიტიშვილი, მიქაუტაძე, ლევან თევზაძე, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, შალვა თადუმაძე. ისა პროკურორი გაბიტაშვილი, კარლო კაციტაზე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, კალანდარიშვილი ეს ცენტრალური კომისიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როა. და ასე შემდეგ და ბარემ მეორე გვერდზეც გადავიდეთ, ბიზნესის წარმომადგენელი უჩა მამაცაშვილი, ოჯახის წევრი, დიდი ოჯახის წევრი ბიძინა ივანიშვილისა, ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ყოფილა, რომანოვ და ნოშრევანი, ნოშიკო, აი გიორგი აბაშიშვილი რომ ლობირებს ლამის და მერობა რომ უნდა მისი, ან ყოველ შემთხვევაში ახსენებს ხშირად პროპაგანდა. რუხაძე ის ბიზნესში შეეძლოთ აეყავანათ, სხვა სიტყვას არ ვიხმარ, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფელიძე, თინათინ ბენძანიშვილი და კახა ბექაური, აი ეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პრაქტიკულად სრული სია ჩავიკითხე. ანუ მოხვდათ ხო ესეთი მძიმე ხელი შეერთებული შტატებიდან, რომელიც ძალიან ნელა მოქმედებს, აღიაროთ. მაგრამ ეს ნელა მოქმედება შეიძლება აიხსნას იმით, რომ უკლებლივ ყველაფერს ძალიან სერიოზულად და სკრუპულოზურად უდგებიან შეერთებულ შტატებში და დემოკრატიის ნორმებს რასაკვირველია არ ღალატობენ. და როდესაც უკვე გადაწყვეტილებას იღებენ, ის გადაწყვეტილება არის საბოლოო და შეუვალი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამ პირებს, ამ მასტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რასაკვირველია გააპროტესტონ, გააკრიტიკონ შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანმა უნდა საკუთარ თავს დააბრალოს მომხდარი. თუ მოიქციეთ ყურადღება, ამ სიაში არ არის ბიძინა ივანიშვილი. რატომ არ არისო, ვინმე იკითხავს და ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, მუდმივად შეერთებული შტატები, ჩვენ კი გვინდა რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს, მაგრამ შეერთებული შტატები უტოვებს ბიძინა ივანიშვილს, ჯერაც უტოვებს ეგრეთ წოდებულ გამოსავალს, exit-ს, ხო? ანუ იმგვარი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას აძლევს, რაც მისთვის დამაზიანებელი არ იქნება, დამაზიანებელი იქნება ამათთვის, აი ვინც არიან აქ, და ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება ამათთან და არა მხოლოდ ამათთან მიმართებაში, ამ პირებთან, ამ
ბანდიტებთან და არა მხოლოდ ამ ბანდიტებთან იმართებაში, რას იზავს ბიზინა ივანიშვილი ვერ გეტყვით, თუმცა ჩემეული მოსაზრებით მას ბევრი ეგრეთ წოდებული სულაც არ აქვს და მე გეტყვით რა სულები აქვს ჩემი გააზრებით. მან პირველი უნდა დაკლას პოლიტიკურ დაკლას გულისხმობს ცხადია ირაკლი კობახიძე და უკლებლივ ყველაფერი უნდა შესწენოს ირაკლი კობახიძეს ოხშე საზიზღარო ირაკლი კობახიძე ეს რა დღეში ჩააგდე თუ საკუთარი თავი თუ მე რა დღეში ჩამაგდე თუ მთლიანად ქვეყანაა. გააკეთებს თუ არა ამას ბიზინა ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ ირაკლი კობახიძის დაკლა, პოლიტიკური დაკლა, ანუ განდევნა, გაგდება, ხო? არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ პირველ ვარიანტში, მან ხისიერად უნდა დანიშნოს არჩევნები, სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის თაობაზე და ქართული ოცნება უნდა გაიწიოს, თავადაც უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მეორე ვარიანტი აქვს ბიზინა ივანიშვილს, რომ დაუკვლელად დანიშნოს ახალი არჩევნები და ისე წავიდეს, ისე გაეცალოს. მესამე ვარიანტი აქვს გაამკაცროს რეპრესიები. ჩემი მოსაზრებით ის ამ ნაბიჯზე წავა, გარკვეული პერიოდი, მაგრამ უკვე შემდგომ მას მოუწევს არა წასვლა, არამედ მოდის ვიხდი მის მომხრეებთან, რომლებსაც ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც გონიათ, რომ ბიზინა ივანიშვილის გარშემო ტრიალებს დედამიწა, მოუწევს არა წასვლა, არამედ უკაცრავად მისთვის კიდევ ერთხელ წათრევა. მეოთხე ვარიანტი აქვს, არ სადაც არ წავიდეს, ანუ თქვას, რომ არ მივდივარ და მე წათრევაზე უფრო სუდის უნდა შემოგთავაზოთ ახლა. მე ამ შემთხვევაში მას გაიტანენ. აიღებენ და გაიტანენ, ან გადააგდებენ. ოღონდ აქ მაინც და მაინც რევოლუციურ სცენარს არ გულისხმობ, ვინმე რამეში რომ არ მომედავოს, უბრალოდ ეს ბუნებრივი პროცესი იქნება, პარემღა ვიტყვი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჯერაც არ შეპარვიათ ბზარი ხმაში, ქართული ოცნების მომხრეებს გულისხმობ და ჯერაც გონიათ, რომ ეს უკვალოდ ჩაივლის, ანუ რაღაცა აქტი მიიღო, კონგრესმა მერე სენატი მიიღებს, მე ტრამპი მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი ასე დასრულდება და ასე განაგრძობენ ესენი ქმედებას. ბიზინა ივანიშვილს სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვს. რაც მალე გააცნობიერებს ამას, მით უკეთესია და ამ შემთხვევაში თუ გათამაშდება არის ის მენაკლებად ჯერა ეს სცენარი, რომ ანუ დაკლას პოლიტიკურად არა მხოლოდ კობახიძე, არამედ მთელი ეს პოლიტიკური გუნდი მათნაცვლად მოიყვანოს და აბრუნოს, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, შედარებით ნორმალურები, რომლებიც სხვათა შორის მანვე განდევნა, მისივე გუნდიდან არ გეუბნებით, რომ ახლავე დანიშნოს, არ ვიცი ვინმე, ოპოზიციონერი სადმე, ხო? და იმ შედარებით ნორმალურებს აღებინოს ძალაუფლება, გეტყვით, გვარებსაც დაგისახებთ. და ამ შედარებით ნორმალურებმა დროებითი მთავრობის, გარდამავალი მთავრობის მისია ფუნქცია შეასრულონ და მე წავიდნენ ვის გულისხმობ. არა მგონია, რომ ეხლა მამუკა ბახტაძე დაასტანხდეს ამას, მაგრამ აი მაგალითად მამუკა ბახტაძეს ის თლად ბისმარკი შეიძლება არა, მაგრამ ესეთი ირაკლი კობახიძესთან შედარებით მკონიერი კაცია. ხო, რა გვარია ის კვირიკაშვილი შეიძლება იგივე არ დათანხმდება არც ბახტაძე და არც კვირიკაშვილი, მაგრამ ისე შეთავაზება გაუკეთოს. აი, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეს ის კაცია, რომელმაც როგორ შეხნატროდა ახლა კახა კუჭავას დროინდელ პარლამენტს, მაგრამ ეს ის კაცია, რომელიც ჩავიდა პარლამენტის წინ და სხვას კი არა აწევინა დროშა ევროკავშირის, რომელიც ჩამოაგდეს ბიზინა ივანიშვილის მეორე ჯგუფის და ღარიბაშვილ კობახიძის ჯგუფების ორკებმა, აი ვატო შაქარაშვილების ნაირმა ტიპებმა, ალტინფო იყო თუ არ ვცდები მაშინ, არამედ თავად ჩავიდა და თავად ასწია ეს დროშა. აი კუჭავას რო შესთავაზოს, არც ის მგონია, რომ კუჭავა დასთანხმდება, მაგრამ აი სრული გარანტიების მიღების გარეშე არ დათანხმდება. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. და თუ ეს ბიზინა ივანიშვილს არ გამოუვა მიზეს და გამო, ამ შემთხვევაში რა მოსავალი არის შემდეგი. მან ბიზინა ივანიშვილმა უნდა აიღოს ტელეფონი, დაურეკოს სალომე ზურაბიშვილს, უნდა შეხვდეს მას ფარულად, მალულად, ჩუმად, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. შესაძლოა არასაჯაროდ უფრო ზუსტი რო ვიყო, ანუ შეხვედრის თაობაზე ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ცხადია, მაგრამ აი დეტალები არ უნდა
გამოვიდეს ამ შეხვედრიდან ნეიტრალურ ტერიტორიაზე მაინც და მაინც იქ არა, სადაც ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილის ოფისია და არც აბასთუმან ჭორბილა თბილისის სოლოლაკის ქედზე. და სადმე უნდა შედგეს ეს შეხვედრა, უნდა მოილაპარაკონ. ბიზნეს ივანიშვილმა უნდა თქვას, რომ დაასახელე შენ, სალომე, აპირობით ლაპარაკობ რაღაც 7 კაცი დროებით მთავრობაში და დროებით მთავრობა უნდა მართოს ეს ქვეყანა და მივიდეთ ალბათ უფრო მომავალი წლის გაზაფხულამდე, თუმცა შესაძლოა მოესწროს გვიან შემოდგომაზე არჩევნების, რიგარეში არჩევნების ჩატარებაც. ეს არის გამოსავალი. ეხლა კითხვა ასეთია, გააკეთებს თუ არა ბიზნეს ივანიშვილი ამას. მე ხელთ არა მაქვს, ხო, თუმცა რატომ არა მაქვს? კი ბოდიშებთ ერთ წუთს царилчик აღმოვაჩინე. ხო, ცოტა შელახული არაა იმდენად, რამე უკვე შესაძლოა დასრილი მოიხმარა ეს ჩიქა 15-20 წუთის წინ, ანუ ყავა შევსვი, მას აქვს შიში, რომ ამ ჩიქაში, სავსეში მას ჩაუყრიან პოლონიუმს. ხო, ციანიც მეთქი კი ნაღამ თქვი, არა ციანიც არა, პოლონიუმს ჩაუყრიან. მას აქვს შიში, რომ რუსები, რომლებიც თავადვე შემოიყვანა და თავადვე გააბლატავა, თუ რუსები სულ იყვნენ, მეთქი აქ ასე ვიტყვი, ჩვენს ქვეყანაში თავადვე გააბლატავა და საკუთარ გარემოცვაში შეზარდა, ხო? ეს რუსები, რომლებიც მიიღებენ ინსტრუქციებს FSB-დან, ამ პოლონიუმში ამ ჭიქაში ჩაყრიან პოლონიუმს. აქედან გამომდინარე დაცვა გასაძლიერებელი აქვს, რასაკვირველია და მე მახსოვს ერთი ხანობა მასთან მუშაობდნენ ამერიკელებიც დაცვაში და ისინიც კი დასამატებელი ეყოლება და შეერთებული შტატები, ხო, ნორმალური კომუნიკაციის შედგენის შემთხვევაში შეერთებული შტატების კერძო სტრუქტურები რასაკვირველია მას დაცვას მიახმარეთ. მოკლედ უნდა გაწმინდოს საკუთარი ის გარემოცვა რუსებისაგან თუ ქართველი რუსებისაგან, რომლებიც უშუალოდ მას ემსახურებიან და ის ობიექტებს იცავენ, სადაც იმყოფება ხოლმე, იმას იცავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა როგორ მივმართო მას, მაგრამ მას ცუდი მართლაც შეიძლება რომ ვიღაცამ ჩაუყაროს პოლონიუმი, მაგრამ ეხლა ეს ჩვენი სადარდებელი საბოლოო ჯამში არ არის. ეხლა ასე ვიტყვი, როგორც უნდა ისე გაუკეთებია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედება მე-4 თუ მე-5 სცენარი, როდესაც ბიზნეს ივანიშვილი კი არ წაეთრევა, არამედ ბიზნეს ივანიშვილს გაიტანენ იმ ერთ-ერთი სასახლიდან, სადაც იმ მომენტში იქნება, როცა გაყვანის თუ გნებავთ ასე ვიტყვი, დროჟამი დადგება. გარანტიებთან დაკავშირებითაც ვიტყვი ორ სიტყვას, მე მგონია რომ ბიზნეს ივანიშვილი, ჩემი პერსონალური აზრია, ბიზნეს ივანიშვილი როგორც გადამგდები, რომელსაც აღარ ენდობა აღარავინ, გარანტიებს ან ძნელად თუ მიიღებს, თუმცა ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, შესაძლოა მან მიიღოს მართლაც გარანტიები ფინანსური ხელშეუხებლობის და ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთიდან, თუმცა აი ვინც დამლაპარაკებელიც კი საბოლოო ჯამში არავინ არ არის. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ანუ მასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებს ვერავინ და ვერც ის ლობისტური არ ამყარებს არავინ და ვერც ის ლობისტური კომპანიები შველიან, რომლებსაც ის ბუნებრივია და ბოლო პერიოდია და კარგახანია, უკაცრავად სიტყვისთვის და ეჩალიჩება, რომ მოდი ხა ვინმე მაჩვენეთ სახელმწიფო დეპარტამენტში, ვინმე მაჩვენეთ შესაბამის სამსახურებში, კონგრესში, სენატში და ასე შემდეგ და დამალაგებინეთ შეერთებულ შტატებთან. ხო, რომ ამგვარი დამლაპარაკებელი ოკეან გაღმიდან რომ ხავდეს მას, ხო, მასთან უკვე ხაზზე იქნებოდა და მათ შორის არც მეგობარი აქტი არ იქნებოდა მიღებული ესოდენ მკაცრი, რომელიც მას და მის ბანდას ეხება. თუმცა მე კვლავ ამ სიტყვას მაინც გავიმეორებ, რომ ის რომ უშუალოდ ბიზნეს ივანიშვილი არ არის დასასანქცირებელთა სიაში პრეზიდენტ ტრამპი რომ მოაწერს მსხვილი ფლომასტერით ხელს იმ დოკუმენტს, ხო, იმ კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ სიგნალია შეერთებული შტატებიდან, აი შემხვდით რა, ბატონო ივანიშვილო, ცხადია საჯარო შეხვედრას გულისხმობ და არ გულისხმობ, რომ მარტო მე ვიყო, ჩემზე უკეთაც აგიხსნის, აი რავის, მე ვიცნობ ერთი 30 ათეულს მაინც, ვინც ჩემთან ერთად ჩემზე უკეთ ახსნის რა ხვესვებედი გელი თქვენ და რა ხდება ამგვარ შემთხვევებში მაგალითების დასახელებით აგიხსნით.
და ეხლა ერთი მოდელირება გავაკეთოთ. მოდი შეამასობაში ვიღაცა მომწერა. გონი, არა. ერთი მოდელირება გავაკეთოთ, ხო? ნუ ხართ ხაზზე ტიპებთან, რომლებიც ხმის გამომდის რომ გარიგებთ, მაგრამ ნუ ხართ ხაზზე ტიპებთან, რომლებიც თქვენ გაბოლებენ. აი ამ ხაზზე ყოფნამ მათთან და მათთვის ინსტრუქციების მიცემამ და მათგან რჩევების მიღებამ და მათთან კომუნიკაციამ განაპირობა ის რა ამ დღეშიც აღმოჩნდით უშუალოდ თქვენი მომხრეები, უახლოესი გარემოსთვის წარმომადგენლები და ქვეყანა რაც თავარია აღმოაჩინეთ ამ თქვენი ჯიქურობა ჯიუტობისა და გამო. და კიდევ ერთი რეკომენდაცია. ალბათ, ხო, აი ამ უკანასკნელ რეკომენდაციას კი არ ვიშურებ. ახლა უკვე გადასცდა 10-ს. და მე მინდა მაინც მორჩილად გთხოვოთ, მე არა გირჩიოთ რომ ნუ უყურებთ ხო იმედს ეს ერთი და პოზიტივის მეორე, მაგრამ ნუ იძინებთ ბატონო ჩემო 10 საათზე. საქმე ის არის რომ აი 10 საათის შემდეგ რაც კი ამერიკაში ხდება, განსაკუთრებით ხშირად ხდება სწორედ ჩვენთან რომ 10 საათია საღამოს აი ამ დროის შემდეგ. და თქვენ დილით რომ დაგაწევენ ხოლმე რომ გაიზმორებით ინფორმაციას უკვე გადახარშული აქვთ თქვენ სავერუსებს, კობახიძეს და სხვებს, იმის თაობაზე როგორი ინტერპრეტაციით უნდა მოგაწოდონ ეს ინფორმაცია. ამიტომ არ ვიცი, უახლოესი გარემოცვიდან მაინც აიყვანეთ 1 2 5 12 ადამიანი, რომელიც დაგელაპარაკებათ ხო თქვენ მაინც და მაინც ხა ძილი გაიტეხეთ მერქი ამასაც არ გირჩევთ ხო, მაგრამ ნუ აი რა ვიცი, ესე რომ ამბობენ გიყვართ ალბათ სტალინი ხო 5 საათი 4 საათი ეძინაო და მაინც და მაინც ნუ მიბაძავთ ეხა სტალინს ყველაფერში, მაგრამ ამაში ცოტა დააბალანსეთ ან ძალიანაც ნუ არა ადრე დგებით როგორც ვიცი, მაგრამ მაინც და ერთი მოდელირება გავაკეთოთ, ერთი არისა, მეთქი აკიდა პირდით მოგონი ვთქვი და აი ბიზნე ივანიშვილს გავბაძოთ ასე. ალო, ირაკლი რა ხდება ესე რომ ეკითხებით ირაკლი კობახიძეს, ის ირაკლი კობახიძე უნდა იცოდეთ რომ უკვე იმ მომენტისთვის არის ინსტრუქტაჟ ჩატარებული მოსკოვის FSB-ს წარმომადგენელთა ივანოვთა, პეტროვთა თუ სიდოროვთა ხრიდან და ის კიდე თავის ხლართებშია ვერ გადარჩა, არათუ კობახიძე არამედ ირაკლი ღარიბაშვილიც კი, რომელიც ეცადა რომ გასცლოდა პროცესს, ის გვარიანად გვიან წავიდა და აკი თქვენც ნახეთ სავარაუდოდ, ნახეთ თუ არა ხო, მგონი ნახეთ ხო, რომ ისის ვერ გადაურჩა სანქციებს და დასანქცირებული იქნება აგე კონგრესმა მიიღო ამის თაობაზე გადაწყვეტილება. და კიდევ ხვალ პსჟ-ია ბატონო ივანიშვილო და ხვალ პსჟ-ია და უყურეთ. საინტერესო თამაში იქნება. აი ასე შეეჩვევით ნელ-ნელა ცოტა გვიან დაძინებას. ერთი წუთი ზუსტად რა, ბოდიშს ვიხდი. ხო, გამახსენდა. მეც არა, კი არ მივესალმე ხას უსავრ, რა თქმა უნდა, არ მივესალმები ვარ, მაგრამ აი ლევან დავითაშვილი რომ ჩაიყვანეს შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრთან გვარი არ მახსოვს. მასთან ერთად და ნათია თურდავაც რო იყო, ეგრე მაგის პასუხი თურდავა რატო არ არის. მაგრამ მაგასაც გავარკვევთ ადრე თუ გვიან და ვინც ის და გაიზარდოს ეს სია ან ქართული ხალხის აქტში მოხდეს ქართული თურდავა. ქართული ხალხის აქტის სიაში მოხდეს ქართული თურდავა. მოკლედ ლევან დავითაშვილი რო ჩავიდა შეერთებულ შტატებში, იქიდან დაბრუნებულმა მან თქვა რომ აი ახალი ფურცლიდან შეიძლება დაიწყოს ჩვენი უნდა დაიწყოს ჩვენი ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენმა წარგზავნილმა ლევან დავითაშვილმა ვერ დაალაგა. მე ვარაუდობდი რომ აი რაღაც ლევან დავითაშვილს ესაუბრება შეერთებული შტატები და რაღაცეებს ავალებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს ასე იყო იმ შემთხვევაშიც კი ლევან დავითაშვილმა ვერ დაალაგა შეერთებულ შტატებთან და ვერ გადმოალაგა თქვენთან თუ პოზიტიურად ვილაპარაკებთ ლევან დავითაშვილზე. ხა ნეგატიურად რო ვილაპარაკოთ, ის არ არის
ცხადი ერთის მხრივ სიაში, მაგრამ ის საბოლოო ჯამში იმ მთავრობის, იმ ბანდის წევრია, რომლის თავკაცის ფორმალისტური თვალსაზრისით არის ირაკლი კობახიძე. არ არიან თქვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც თქვენ შეერთებულ შტატებთან დაგილაგებენ ეს პარემ თქვა და ეს კარგად უნდა კაი სიგრძე განოთ. და ეხლა უნდა აკვშვიდობებოდით, მაგრამ უნდა გაჩვენოთ. გამოუქვეყნებიათ ალბათ იმათ ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს. დასანქცირებულია მშვიდობისთვის, გააზიარე მხარდასაჭერად. არა, ბატონებო. ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის კი არ არის დასანქცირებული. არა. ბიძინა ივანიშვილი ჯერერთი არ არის დასანქცირებული. მას მოხვდება სანქციების ხელი, რასაკვირველი არც თუ შორეულ მომავალში, მაგრამ ჯერაც აქვს ეს რაღაც გამოსავლის გზა, ხო თქვა, გამოსავალი შესთავაზოთ თუ საკუთარ თავს და თუ ქვეყანას და თუ დასავლეთს. ეს ერთი. მეორე, არანაირ მშვიდობას ბიძინა ივანიშვილი არ უზრუნველყოფს. მე კარგად მინდა ავხსნავ, ხსნიდი ამას, ბოლოს 3 წელიწადი არა მხოლოდ მე და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილი მშვიდობას კი არ უზრუნველყოფს. ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს მონობას, დაჩმორებას, დამონებას და დამარცხებას. და ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული არის ან იქნება სწორედ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რომელსაც ჰქონდა, აქვს და ექნება ევროატლანტიკური, ევროპული, დასავლური მისწრაფებები, გზა, სურვილი, რომ იყოს დამკვიდრდეს ცივილიზებულ სამყაროში, ეს ქვეყანა აქცია რუსულ, ბელორუსულ, პროჩინურ, პრორუსულ, პრომოსკოვურ, დაჩაჩანაკებულ, გაუბედურებულ ქვეყნად და თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, წუხვარ, მაგრამ ესე ვინმეც ინდივიდებზე ლაპარაკობს საბოლოო ჯამში, ხო? ჩაირეცხებიან უკვე ჩარეცხვის პირას მდგომ ივანიშვილთან ერთად. დიახ, ასანქცირებს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და ასანქცირებს ქართველი ხალხის პარტნიორი შეერთებული შტატები და დასავლეთი ზოგადად ბიძინა ივანიშვილს და მის ბანდას, იმიტომ რომ მათ უღალატეს და ეხლა არ ჩამომათვლებინოთ ვის არ უღალატეს. გრიგოლ ხანძთელსაც უღალატეს, მეთქი ასე რომ გითხრათ, ვერ გაიგებთ ვინ არის გრიგოლ ხანძთელი. ქართული ოცნების ლიდერებს მიუმართავა 1-2 კაცი თუ გაიგებს. გრიგოლ ხანძთელსაც უღალატეს, რომ ამოვინაცვლოთ მე უკვე შოთა რუსთაველსაც უღალატეს. დავით აღმაშენებელს და შოთა რუსთაველსაც უღალატეს. ამოვინაცვლოთ და გურამიშვილს და სულხან საბასაც უღალატეს. ამოვინაცვლოთ და სოლომონ დოდაშვილს საერთოდ არ გაგიგიათ. სოლომონ დოდაშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, მოყვეთ ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელზე, ვაჟა ფშაველას. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე რო ჩამოვიდეთ უკლებლივ ყველას, ვინც დემოკრატიულ საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელობდა და რომ ამოვინაცვლოთ კომუნისტების მმართველობის პერიოდში, ხო? არ ვიცი, ღმერთმა უწყის კიდევ რამდენს და რამდენს უღალატეს. მათ უღალატეს 2008 წლის ან 90-იანი წლების გმირებს კონკრეტული გვარები გაინტერესებთ. ერთი გვარიც კი საკმარისია, მათ უღალატეს გიორგი ანწუხელიძეს და მათ უღალატეს გიორგი ანწუხელიძის შვილებს. აი ამიტომ ან არის ან მომავალში იქნება აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებული და ახლა აქ გავბედავ და ვიტყვი ასე, კამათიც კი არ გაბედოთ ადამიანებმა, რომლებსაც სხვაგვარად მიგაჩნიათ. დიახ, ივანიშვილმა უღალატა ამ ქვეყანას და სწორედ ამიტომ დასავლეთმა ეს შესანიშნავად დაინახა, იგრძნო, ამ მომენტუმს ჩაეჭიდა და მან გაახმიანა ის, რა სურვილიც, რა მიდგომაც საკითხისადმი გვაქვს ჩვენ ქართველებს, წამოსულებს წარსულიდან და მიმავალებს მომავალში. ნახვამდის.